გამარჯობათ, მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგურო მაყურებლებო, ჩვენ ერთგვარიანი შესვენებით, ისევ წარდგეთ თქვენ სენატში. პროექტი საქართველოს გუშინ დღეს ხვალ, მე თქვენგის დიხამინჯია, უზენაეს საბჭოსტარი უძღვნები ამ გადაცემას. მოგეხსენებათ ახლა გუშინდელი დღე პირობითი და ფარდობითია, როგორც ასეთი, როგორც საქართველოსთვის, ისე ცხოვრებისთვის ნებისმიერი ადამიანისთვის და გუშინდელ დღეს მე ვიღებ ხოლმე რაღაც ესეთ კონკრეტულ თარიღებს რა, სხვადასხვა ეროვნული მოძრაობისთვის იქნება, სახელმწიფოებრიობის იქნება თუ სხვა ღირსშესანიშნავი თარიღებისთვის. ამ შემთხვევაში თქვენს ნებართვით დავიწყებ გუშინწინდელი დღით, როგორც ასეთი და ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი დღე, ეს იყო აი ვისაც კომაროვის სკოლასთან აქ შეხება, გამორჩეული ესეთი დიდი ტრადიციების მქონე სკოლა არის, თავისი მდიდარი ტრადიციებით, ინტელექტუალური, სულიერი და ყველანაირი ცივილური ფორმით, როგორც ასეთი და გუშინ წინ იყო 20 რიცხვში 50 წელი გავიდა მე შემდეგ რა ჩვენ სკოლა დავამთავრეთ 74-ში 1974-ში და აი შეკრება აღნიშნეთ ძალიან ესეთი რომანტიული და ძალიან ესეთი დიდი და ამაღლებული განწყობით ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო არა მარტო ჩემთვის იქ ყველა ყოფისთვის ერთნაირად განიცდიდა ამ დღეს თითქმის ყველა დარწმუნებული ვარ ვიცი მე და ყველას მადლობა უთხრა ამ სკოლის დამაარსებლებსაც დღევანდელ პედაგოგებს და განსაკუთრებით იმ ჩემს კლასელებს მეგობრებს თანაკლასელებს რომლებიც იქ ვიყავით და ერთმანეთს გაუზიარეთ ეს წარსულის ხედვები დღევანდელობა და ხვალინდელი დღე და რა ვიცი ეს იყო ძალიან ტრადიციული ლამაზი და ჰარმონიული შეხვედრა რა თქმა უნდა ხა სულის შემდგმელებზე უნდა ვილაპარაკოთ და განსაკუთრებით მინდა გამოყო ჩემი დიდი ხნის მეგობარი ბატონი ოთარ შაკაია, ჩემი კლასელი, აფხაზეთის წარმომადგენელი აფხაზეთიდან, რომელიც დღეს აქ არის, მრავალი ჭირნახული ადამიანი, რომელმაც თავისავზე დიდი ტრაგედიები გადაიტანა, როგორც ასეთი, მაგრამ ძალიან მედგრად არის, ყავს შესანიშნავი ოჯახი, შვილები და ყველაფერი და ეს იყო ჩვენი დირიჟორი სულის შემდგმელიც და ამ საღამოს მოკლედ და დღის შემოქმედი, მადლობა მას, არა მარტო ჩემგან, არამედ ყველასგან. და მე უსურვებ აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნებას როგორც მას, ისევე ჩემ თავს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეხება ქონია ამ რეგიონთან და კიდევ ექნება, როგორც ასეთი შეხება. ახალგაზრდას მოუწოდებ განსაკუთრებით. რა ვიცი, ახლა დამაარსებლებზე ერთი-ორი სიტყვა აუცილებლად უნდა თქვა. ეს ბატონი ვალიკო მელაძე, გამოჩენილი მათემატიკოსი, მისი დაარსებულია, მისი საფუძველი მან ჩაუყარა. ყავდა შესანიშნავი პედაგოგიური გუნდი, როგორც ასეთი. მისი მოადგილე იყო ბატონი ოთარ ტაბატაძე, კარგად გვახსოვს, ჰუმანური ძალიან ესეთი ადამიანი, მათემატიკოსით. ბევრი ადამიანი ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლი ეგ, მაგრამ ძირითადად კი ჩამოვთვლი რა ახლა მაინც ხა რამინ ზაურჭელიძეები, ქალბატონი ლამარა მევამნიშვილი ფილოლოგი შესანიშნავი ადამიანი, ვიცი, კიდე იყო ლევან ჯანაშია, იურა ფიჩხაძე, კიდე განსაკუთრებით ახალგაზრდა წავიდა ძალიან ესეთი ციცო საგინაშვილი, ლამაზი, კეთილშობილი და ესეთი ადამიანი, ძალიან სამწუხაროდ ძალიან ადრე წავიდა. რა ვიცი, მე მათ მინდა ყველას სამყაროში რაღაც ეს კონტაქტი თუ არსებობს გარკვეულწილად ვისურვო მათთან ურთიერთობა და რა ვიცი ცოცხლები კიდევ არიან რა თქმა უნდა ქალბატონი ტატა ფარულავა და კიდე გელა კვირიკაშვილი კიდე და აი ძირითადად უკაცრავად თუ ყველას ჩამოთვლა მე ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ ეს აუცილებელი იყო მათი ჩამოთვლა, იმიტომ რომ პლეიადების მთელი წარმომადგენლები აღზარდეს მათ გამორჩეული გადაჭარბების გარეშე ვიტყვი
რომლებსაც თავისი დიდი წვლილი, დიდი კვალი დატოვეს უახლოეს ისტორიაზე და კიდე დატოვებენ, იმიტომ რომ ყველა ვინც იქ ვიყავით მოქმედი ადამიანები არიან. ყველანა ესეთ კარგ სპორტულ ფორმაში არიან, ინტელექტუალურ სასიცოცხლო ძალები უხვადა აქვთ, როგორც ასეთი და წარმატება მინდა თითოეულ მათგანს უსურვო ცხოვრებაში, პირად ბედნიერებაში, ქვეყნის გადარჩენაში და სამყაროს დალაგებაში, როგორც ასეთი. აი ამის ხმა მინდოდა, გარდა ამისა ჩამოვთვლი კიდევაც ახლა ესეთი ადამიანები იყვნენ, რომლებმაც დამოუკიდებლობის აქტის აღდგენაზე საქართველოს 90 წლის 9 აპრილს ხელი აქვთ მოწერილი, ასევე კონსტიტუციაზე პირველი კონსტიტუციის მიღებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული 94 წელს. მრავალი ესეთი ადამიანი, გენერლები, სამხედროები, სერიოზული მეცნიერები, პროფესორები და რა ვიცი, ჩემთვის მათი ხილვა იყო ძალიან დიდი სიხარულის ჟრუანტელის, ასე თქვათ, მომგვრელი რა და ასევე დღევანდელი თაობა ვინც არის, როგორც ასეთი რა, ესენიც ძალიან წარმატებული არიან, საერთაშორისო კონკურსებში იმარჯვებენ, სულ ახლახან ორმა ადამიანმა გაიმარჯვა, როგორც ასეთი და მინდა ყველაფერი საუკეთესო უსურვო და იმ ტრადიციების გაგრძელება, რომელსაც სათავე ჩაუყარეს. ასევე განსაკუთრებით მინდა ბატონი ვალიკოს შვილი, ღვიძლიშვილი გამოვეხმაურო მას ბატონ ჰამლეტს მელადეს, რომელიც ასევე წარმატებული ადამიანია, უსერიოზულესი მათემატიკოსია და ყველაზე დიდი გულშემატკივარი ალბათ ამ სკოლის და იმ ადამიანების ეს ადამიანია და რომელიც განათლების სისტემაში კიდე კვალიფიციური აზრები გააჩნია და მე ვისურვებდი, რომ ამ მიმართულებით კიდე უფრო მეტი შედეგები დადოს. აი ეს ერთი-ორი სიტყვით რა თქვენთვის აუცილებლად მინდოდა მეთქვა და წარმატება მინდა კიდევ მეორე უსურვო ყველა ამ ადამიანს რა. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი, ინტელექტის მეცნიერებისა და ამის გარეშე სახელმწიფო ვერასოდეს ვერ შედგება, ვერც ერთი სახელმწიფო, ამას უნდა სწორი გამოყენება, ამ რესურსებს სწორი დახარჯვა უნდა, სწორი ფუნქციონალური განაწილება ჭირდება და ორგანიზაცია და თვითორგანიზაცია ქვეყნის სწორედ ამაში მდგომარეობს და არა რაღაც მიკერძოებული გადახრები, როგორც ასეთი. უსურვოთ ყველას წარმატება, როგორც ასეთი. ახლა ამ თემიდან მინდა კიდე გადავიდე, ასევე გუშინ გახდით ამ სტუდიის, აი ამ ტელევიზიის ერთ-ერთი გამოჩენილი უღირსეულესი ადამიანი არის ბატონი ვახში ჟვანია, უღირსეულესი ადამიანი, რომელიც ხშირად არის თქვენს წინაშე წარმოდგენილი, საინტერესო სტუმრებით, სერიოზული მეცნიერი არის თვითონ ბატონი ვახში და გუშინ გახდით მისი ქალიშვილების სოლო კონცერტზე, ფორტეპიანოზე, წყვილში უკრავდნენ. აი ახლა ესეთ ამაოგნებელი შტაბეშტილება დატოვა ამ ყველაფერმა რა, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, კონსერვატორიის დარბაზში იყო და სავსე იყო დარბაზი და ავეცი ახლა მუსიკალური ფეიერვერკი, გერების გამების ზეიმი, რაღაც მისტიური აღტკინება თითოეული ჩვენთაგან ეს ვირტუოზული ზეგავლენა, სულიერი და ესთეტიური რეზონანსი დარბაზში ეს ყველაფერი იყო და ვისაც რაღაც ოდნავ ესმის მუსიკა და მუსიკალურ ჰანგებს ექვემდებარება, ანდაგვარი განწყობები ყველას დაეუფლებოდა და მეც და ყველა თითოეულ მათგანს უდიდესი მადლობა ბატონ ვახშის ესეთი შვილებისთვის, ქალბატონ ნინოს და ქალბატონ თამუნას კიდე ცალკე მადლობა, როგორც ასეთი და მინდა რომ წარმატებულები იყვნენ, როგორც თავის ცხოვრებაში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში და მე შექმნაში და ჩამოყალიბებაში. სხვათა შორის აქტიური პერსონები არიან, ორივენი და იცით რა გამახსენა, ახლა ცოტა პოლიტიკაზეც რო გადავიდეთ ნაწილობრივ რა, რაღაც გარკვეულად ფონად გაზრდევდა განსაკუთრებით ქალბატონი ნინოს მხრიდან, რაღაც ესეთ მუსიკალურ ჰანგებთან ერთად რაღაც შენიღული პატრიოტული იდეები და სოფშეგზნერებები გადმოდიოდა ჩვენზე რა, ყოველ შემთხვევაში ჩემზეც გადმოვიდა და ალბათ სხვაზეც. ამან გამახსენა რა, იცით ძვირფასო მეგობრებო, ისტორიული ფაქტია, ხა ჯუზეპე ვერდი კლასიკოსი ყველას კარგად მოგეხსენებათ,
რომელიც 1813-ში დაიბადა და 1902-ში თუ 3-ში აღესრულა და ამ ხნის განმავლობაში უსერიოზულესი მუსიკოსი იყო, ხო, მოგეხსენებათ, წერდა ესეთ სერიოზულ ოპერეტებს, უსერიოზულესი მუსიკოსი იყო და ეს მას აქვს ესეთი ნაბუკო ესეთი ნაწარმოები, რომელიც 1852 წელს დაიდგა იტალიაში, მაშინ მოგეხსენებათ იტალია მისი ჩრდილოეთი ნაწილი განსაკუთრებით, იქ სადაც მრეწველობის ცენტრია, მაშინაც დღესაც ოკუპირებული იყო ავსტრიელების მიერ და ოკუპაცია მაშინ დგება, როდესაც ერი თავის სიმაღლეზე ვერ არის და ეროვნულ თანხმობას და თავის რესურსებს მოწყვეტილია, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს და შემდგომ შედეგებს არ დააყოვნებს და ამის შედეგად მოხდა მისი ოკუპაცია ავსტრიელების მიმართ და ამყარად იყვნენ. ავსტრია მაშინ საკმაოდ ძლიერი იყო, ავსტრია-უნგრეთის სამეფო მოგეხსენებათ და აი მაგ დროს ვერდიმ დაიწყო თავისი მუსიკალური ჰანგებით, თავისი მუსიკალური კულტურით, ნაწარმოებებით გარკვეულწილად საკუთარ მოსახლეობის მენტალიტეტზე, გულებზე და თვითცნობიერებაზე ზემოქმედება და ეს სწორედ ეს ნაბუკო, სწორედ ერთ-ერთი დასაწყისი იყო, რომელმაც საფუძველი დაუდო შემდგომ უკვე იტალიის ეროვნულ გამანთავისუფლებელ იდეას. ეს ნაბუკო ორი სიტყვით გეტყვით არის ებრაელებზე დაწერილი, შეგნებულად შეარჩია, იმიტომ რომ მაშინ მეტის თქმა შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ პრესა, საზოგადოებრივი აზრი და ყველაფერი ოკუპირებული იყო რა ავსტრიელების მიმართ და თავიანთი ხალხი ყავდათ დასმული, როგორც დღევანდელ ვითარებაში საქართველოში ხდება სამწუხაროდ და აი ამის შედეგად კონტროლი ხდებოდა და ამ კონტროლიდან გამოსვლა და განთავისუფლება იყო უმთავრესი ამოცანა. და ვერდიმ სწორედ ამას მიმართა თავისი მუსიკალური ჰანგებით, ზემოქმედებით და იდეებით რა და გარკვეულწილად შენიღბული იყო ეს ნაბუკო რა არის, ესე იგი ებრაელი ტყვეების ამბავი არის, რომელიც იმყოფება ეგვიპტეში, ტყვეობაშია და ეგ განთავისუფლებას ლამობს რა და მუსიკალური ნაწარმოები ისე იქნა გადმოცემული ძალიან ესეთნაირად მაღალ მხატვრულად და ესეთნაირად ტექნიკურად შეიძლება ითქვას, რომ თითოეულმა დაინახა, რომ ებრაელები იგივე იტალიელები იყვნენ, ავსტრიელები იგივე ეგვიპტელები იყვნენ, როგორც ასეთი და თავისუფლება ორივეს რო სწავდა და თავისუფლებას რო ალტერნატივა არ ქონდა, ეს დაინახეს და გარკვეულწილად შემდგომ უკვე ეს გავრცელდა, აგორდა ეს ტალღა და როდესაც თვითცნობიერება მაღალ დონეს მიაღწია, ამის შედეგიც დადგა და იტალია განთავისუფლდა აი მუსიკალური ტალღის და ამის მეშვეობით და ალბათ ნინოს ერთი-ორი რეპლიკა მეც უთხარი მოკლედ დაახლოებით და მე მგონი გაგებით შემხდა რა ვიცი. აი ამის თქმა მინდოდა ახლა პოლიტიკაზე რო გადმოვიდეთ ეს შეგნებულად ჩაურთე, იმიტომ რომ ცოტა რბილი თემები იყო მოგეხსენება და ახლა დღევანდელი დღეს მინდა გაგახსენოთ რა დღე არის. დღეს 22 დეკემბერია, ხო? და ახლა მძიმე თემებზე მომიწევს ლაპარაკი. მოგეხსენებათ ასოციაციით მივხვდით. ეს არის როდესაც პირველად ახლად არჩეულ უზენაეს საბჭოს რომელმაც აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა და დაკარგული დამოუკიდებლობა მოუტანა ხალხს თავისუფალი ნების პირველი ერთადერთი მრავალპარტიული არჩევნები ყოფილ საბჭოთა კავშირში საქართველოში ჩატარდა და რომლის სული ჩადგმელი რა თქმა უნდა სვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ, რა თქმა უნდა ქართულ ხალხთან ერთად და რა თქმა უნდა გვალმაგიდასთან და იქ ყოფ ადამიანებთან, რომლებიც უზენაეს საბჭოში იყვნენ. შემდგომ რა მოხდა ეს უკვე ცალკე ესეთი საკითხი და მე დე ფაქტოს გეუბნებით, რომ 22-ში 8 საათზე 31 წლის მოხდა თავდასხმა პირველი ტყვია გავარდა, ტყვიები მანამდეც იყო, მაგრამ აი ესეთი უკვე დაუნდობელი, უმოწყალო,
განადგურებაზე ორიენტირებული სროლები და მსხვერპლი, როგორც ასეთი ეს იყო 22 დეკემბრის 8 საათი რა გუშინდელივით მახსოვს და რომლის შედეგად ქვეყანა ისე აირია რომ დღესაც გარკვეულწილად აი ამ იმაში ვართ რა ჭაობში ვართ სიკვდილის ჭაობში შეიძლება ითქვას საიდანაც უნდა ამოვიდეთ ახლა ამას თავისი მიზეზები ქონდა მე მიზეზებზეც მინდა ვილაპარაკო იმიტომ რომ ახლა შედეგებთან ბრძოლა არაფრის მომტანი არ არის თუ გარკვეულწილად მიზეზებს ვერ დაადგინე და იმის ამოძირკვა არ დაიწყე ხო მაშინდელი მდგომარეობა ძალიან რთული იყო მე ქრონოლოგიურად მინდა მივყვე ამას იმიტომ რომ ვალდებული ვარ იმიტომ რომ თვითმხილველი ვიყავი იმიტომ რომ საქართველოს ისტორიამ და ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს არა მარტო მათ თითოეულმა წევრმა რასთან აქვს შეხება და სად არის დასაწყისი და სად არის ბოლო რა ელემენტარულად ახლა ქვეყანა რომელიც დაუშვებს ესეთ სამოქალაქო დაპირისპირებას კონსტიტუციური წყობის მოშლას მის განადგურებას და როდესაც ესეთი ფაქტი ხდება ხო მაშინ უკვე ყველა ინსტიტუტი მეტნაკლებად დამნაშავეა ამ საკითხში ეს უკვე რაღაც მე მგონი ისტორიული განაჩენიც არის და ყველამ უნდა მივიღოთ ეს როგორც დე ფაქტი რის გამო მოხდა ამას ბევრი მიზეზები ქონდა ეს რომ საბჭოთა კავშირი ასე ვთქვათ იშლებოდა როგორც ასეთი და კრემლი ჯერ კიდე ესე არ იყო დასუსტებული რომ ესე ადვილად შეელეოდა თავისი კოლონიების იულად გაშვებას და დამოუკიდებელ არეალში მის მოქმედებას და ამიტომ მოაწყო ყველანაირი პროვოცირება მოახდინა ამისი ყველანაირი ტიპები იყვნენ ან მოსყიდულებიც, ჩინიანებიც, პაგონიანებიც, ისეთიც, ასეთიც და რომლებმაც საბოლოოდ ეს ინსპირაცია მოახდინეს და მიიყვანეს ქვეყანა რაღაც სავალური და რომელმაც შემდგომ უკვე ტოტალური ხასიათი მიიღო ამ დაპირისპირებამ და შეიძლება ითქვას რომ აფხაზეთის დაკარგვაში ხო უდიდესი წვლილი საუბედუროდ შეიტანა რუსთაველზე გასრულებმა ტყვიამ და ძმათა შორის ასე ვთქვათ აი უმოწყალო დაპირისპირებამ რა ეს ფაქტია როგორც ასეთი ამას რა თქმა უნდა სხვადასხვა ძალები უწყობდნენ ხელს კი გითხარით მე თქვენ და სამწუხაროდ მანამდე კიდე რაც იყო აი დღევანდელ ვითარებასაც ძალიან აგავს რა მაშინ მალტის ხელშეკრულება იყო 91 წელს დასაწყისი იანვარი თუ არ ვცდები სადაც მოხდა ბუშისა და გორბაჩოვის შეხვედრა და ფაქტიურად საქართველოს ეს რეგიონი და არა მარტო ეს არამედ უკრაინაც ფაქტიურად რუსეთის გავლენის იმათ აღიარეს რა ხელშეკრულებაც ფარული იქნა მაშინ დადებული მე მახსოვს როდესაც ბუში ჩავიდა მაშინ რადაში უკრაინის რადაში დღესაც კარგად ახსოვს ეს სხვათა შორის მინდა თქვენ პარალელები გაავლოთ დღევანდელ დღესთან დღესაც კარგად ახსოვს მაგის სიტყვები რომელმაც უთხრა რომ თქვენ უნდა დაასჯერდეთ იმ პირობით ასე ვთქვათ დამოუკიდებლობას და არა რეალურს როგორც ასეთი და ამიტომ საბჭოთა გორბაჩოვის და ფაქტიურად საბჭოთა კავშირის შენარჩუნების უნიჭო და უნიათო ცდელობა იყო ეს ყველაფერი და 6 თვის შემდეგ თუ არ ვცდები ამ შეხვედრის შემდეგ თუ ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი თვის შემდეგ დაახლოებით მაგ ფარგლებში სამმა რესპუბლიკამ რუსეთი ელცინმა შუშკევიჩმა ბელორუსიაში და კრავჩუკმა უკრაინიდან ბელოვეჟის ხელშეკრულება იყო ცნობილი ამით ხელი მოაწერეს სლავთა კავშირის სამი სლავთა კავშირის ასე ვთქვათ შეთანხმებას ხელშეკრულებას და მეორე დღესვე გორბაჩოვმა ასე ვთქვათ საბჭოთა კავშირი ფაქტიურად დაშლილად გამოაცხადა დროშებით დაეშვა და ფაქტიურად ანულირებული იყო რომელსაც დღევანდელი რუსეთის პრეზიდენტმა აი ამ აქტს ასე ვთქვათ
უწოდა გაუგონარი გეოპოლიტიკური კატასტროფა და ყველაფერს აკეთებდა თავიდანვე და დღესაც ცდილობს გააკეთოს, არ ამგონია გამოუვიდეს ეს, მაგრამ მაინც საბჭოთა კავშირის აღდგენის იმიტაცია ცოტა სხვა ფორმით, უფრო ევრაზიული ფორმით ცდილობს, როგორც ასეთი. და აი ამ ვითარებაში მოყვეთ, ასევე თუ გაგახსენეთ ზვიად გამსახურდიას გამონათქვა მე რომ ბუშმა რო თქვა რომ დინების წინააღმდეგ მიდის საქართველო და გამსახურდიაო ზვიადმა ძალიან პირდაპირად როგორც მას შევია უპასუხა რომ დინების წინააღმდეგ მკვდარი თევზები დინების მიმართულებით ხოლო მკვდარი თევზები მედიან ამან თავისი ისინი გამოიწვია და დანარჩენი კი ნახეთ ესე რა კრახი დამთავრდა აი ესეთი დამოკიდებულება სხვათა შორის შემდგომ უკვე ცენტრალური ЦРУ ეგრეთ წოდებული ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო გამოაქვეყნა თავის გასამართლებლად რომ ჩვენ პრეზიდენტ ბუშ დაუდევით კონცეფცია რომლის თანახმადაც ვეუბნებოდით რომ მოკლე ხანში საბჭოთა კავშირი ღრმა კრიზისში შევიდოდა და ეს ღონისძიებები მისი გადამრჩენი ამას ვერ გადაარჩენდა და მან არ დაგვიჯერაო და ეს თავის მართლების მომენტი იყო სხვათა შორის. ანუ ისტორიამ დაამტკიცა რომ ეს იყო არასტორისვლები და არასტორისვლები სადამდე გაგრძელდა თქვენც კარგად ხედავთ ამ ყველაფერს. იმიტომ მინდა პარალელები მოვიყვანო რა. იგივე თუნდაც მერკელის დროს რო ავიღოთ, ხო? თუნდაც ახლა სხვა ხელისუფლება იყო, ხო? შევარდნაძის ხელისუფლება, შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლება. დასავლეთი ამერიკაც და დასავლეთიც ყველანაირად ცდილობდა რომ რეალური დამოუკიდებლობა ამ რესპუბლიკებს არ ქონოდათ რა მაქსიმალურად თავს იკავებდა და თავისი ცივილიზაციის უზრუნველსაყოფად და სითბოს და კეთილდღეობის და კომფორტის მოდი ესეც ვთქვათ შეშანარჩუნებლად რუსეთთან მიდიოდა გაუგებარ კომპრომისებზე რომლის შედეგია მოდი პირდაპირ ვთქვათ ეს უკრაინის ეს ტრაგიკული მოვლენები და დღემდე გრძელდებოდა ეს ყველაფერი ახლა იმედია ცოტა ნაპერწკალი იმედეს გაჩნდა იმიტომ რომ ახლა მეტის დათმობა უკვე შეუძლებელია წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპული ცივილიზაცია ევროკავშირის სახით ვერ იარსებებს თუ ამ ურდოების შემოტევა არ შეაჩერა თუ არ გააჩერა და ის საზღვრები სადაც იყო შეთანხმებული სხვათა შორის რა უკრაინასა და რუსეთს დადებული ჰქონდა ხელშეკრულება რომლის თანახმადაც გაიტანეს მათ უარი თქვეს ბირთვულ იარაღზე უკრაინამ და ამის სანაცვლოდ ხელშეკრულება გააფორმეს როგორც ასეთი ურთიერთ თავდაუსხმელობის, მეზობლების პატივისცემის და იმ დემარკაციის, რაზეც ხელი მოეწერა საზღვრების დადგენაზე, რასაც ორივე მხრიდან ნებაყოფლობით ჰქონდა მოწერილი. მაგრამ შემდგომ ეს რამდენჯერმე დაირღვა, თუნდაც დონბასში, შემდგომ ყირიმში, საქართველოში ხო დაინგრა და დაირღვა თვითონ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ყოფილი და აფხაზეთში ეს ოკუპაცია სწორედ ამ გადაჭარბებული გავლენების შედეგი იყო, როგორც ასეთი რუსეთის მხრიდან და რომელიც ვერ აილაგმა ვერაფრის და ეს უმთავრესი საფრთხე რომელიც რაც მოდი ახლა პირობითად ურდო დავარქვათ ხო ჩინგისხანის ურდო რომელიც დამკვიდრებულია სამწუხაროდ რუსულ ცივილიზაციაში მართავს და უმრავლესობა ამას რაღაც როგორც ჩოულ და ბუნებრივ მოვლენას ესე უყურებს რა რაც საზვალალო და ტრაგიკულია თვითონ მათთვის, მაგრამ ჩვენ ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს, თავის თავი უნდა გადაარჩინოს და აი ამ თვალსაზრისით ჩვენი ესენი გასაკეთებელი რა. ამიტომ ეს დღესაც გრძელდებოდა თუნდაც აი მაპის შემთხვევაში გავიხსენოთ ხო მერკელმა გერმანიამ და საფრანგეთმა რო დაბლოკეს საქართველოს მაპის მიწოდება მაპი რას ნიშნავდა რომ კანდიდატი იყავი ევროკავშირში და ნატოსთან სტანდარტებთან მიახლოება და ეს თავისებური თავშესაფარი იყო გარკვეულად
თუმცა ამან ნაყოფი ვერ გამოიღო, სამწუხაროდ ვერც გამოიღებდა, როგორც ასეთი და შემდგომ უკვე კიდევ მეორე რაღაც ლუკოილზე და ნავთობზე და გაზზე და კიდევ მეორე კომპორტით ახსავსე დასავლეთს გულისხმობ, იმაზე გაიცვალა ბევრი ქვეყნის სუვერენიტეტი და მათ შორის არაადამიანურ ხოჩვას ლეტა და 300,000 ადამიანის გამოძევება და ბავშვების გენოციდი, გაუპატიურებები და რაღაც 1000 კოშმარები თვითონ მე მინახავს იქ გახდეთ წინა ხაზზე და კარგად ხედავდი ყველაფერს პირველი დღეებიდანვე. ამიტომ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდით და საბედნიერო დღეს რაღაც შემოტრიალებას ხედავ დასავლეთის მხრიდან, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ უკვე დათმობის ზღვარი ამოწურულია, ეს ბერლინის კონფერენცია, სადაც უკვე ცოტა სხვანაირად გაჟღერდა ის ამერიკის უშიშროების კონცეფცია, ცოტა ეს მონროს გეგმის მიხედვით ცოტა სხვა იყო, მაგრამ რეალობამ სხვა რაღაცას გვიჩვენებს, რომ უკვე დასავლეთი ბოლო-ბოლო გამოფხიზდა რა იმის შესახებ, რომ მეტის დათმობა იქ შეუძლებელია და პუტინთანაც ესეთი ულტიმატუმებია წამოყენებული, რომლის შეუსრულებლობა გამოიწვევს თვითონ რუსეთისთვის სავალალო შედეგებს და ისეთ სავალალო შედეგებს გამოიწვევს, რომელიც თვითონ ამერიკას და დასავლეთსაც არ აწყობს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინეთი ძალიან გაძლიერდება და მის ტერიტორიებს ის დაეუფლება. თუ აკავებთ კიდე დასავლეთს, კიდე ეს საშიშროება და ეს ფაქტი აკავებს, თორე დანარჩენი იქ უკვე პუტინის გადასაწყვეტი არ მოხდება. საკმაოდ ესეთი ძალიან ღრმა იმაში შევიდა კრიზისი და მართლა ეგზისტენციალური პრობლემები აქვს თელ სამყაროს, არა მარტო ჩვენ რა. ამიტომ ყველამ თავისი სახე, თავისი სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს და ჩვენი ერთადერთი კიდევ მეორე ადგილსამყოფელი სამყარო არის ევროპა. ბატონი გია კვაშილავა, რომელიც უსერიოზულესი მეცნიერია, მადლობა მას ყველაფრისათვის, მეცნიერული სამოქმედებისათვის, საქმიანობისთვის, მოღვაწეობისათვის, რომელმაც ფაქტიურად გახსნა რა რაღაც ესეთი დამალული, დაფარული იდეები, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო, როგორც მართლა აკვანი ევროპული ცივილიზაციის რა ხდებოდა აქ საერთოდ ქრისტიანობა როგორ შემოვიდა, რა სახით შემოვიდა, ვინ იყო მისი პირველ ქრისტიანები, რა პრობლემები იყო შემდგომ, მანამდე კიდე უსერიოზულესი ისინია და როგორ შემდგომ საქართველოს მან ცივილიზაციამ როგორ შეავსოდა, რა კულტურა შეიტანა ხმელთაშუა ზღვის სამყოფელში და იმ ცივილიზაციები როგორ გაანაყოფიერა, უსერიოზულესი ადამიანია და ჯერ კიდე არ არის ესე დაფასებული, როგორც მისი დონე და რესურსები და პოტენცია ითხოვს ამას რა, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. პითაგორაზე კიდე განსაკუთრებული მისი ხედვები ძალიან სერიოზულია, შეხებები კოლხურ მისტერიებთან და მოკლედ ამას საზოგადოება და სამყარო მოკლე ხანში კიდე უფრო ახლოს შეეხება. ახლა ამიტომ ვილაპარაკე ეს როგორც განუყოფელი კულტურის ნაწილზე ვილაპარაკეთ, ხო ახლა თუ არ იქნა ამ კულტურის დაცვა როგორ ხდება? ერთი დიპლომატიით ხდება და მეორე სამხედრო ძალით, ხო? სამხედრო ძალა თუ არაფერი არ გაგაშნია, ვიღაცასთან ალიანსში უნდა შეხვიდე. ეს ალიანსი ვინ არის? თქვათ რა, ორია, მეტი არავინ. ნეიტრალიტეტი, როგორც ასეთი, ეს არის დანაშაულებრივი და პროფანაცია იმ რეალობისა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და დღევანდელი ხელისუფლება როგორც ამას ცდილობს, არაფერი არ გამოვა ამასგან. იმიტომ რომ ეს რაც აშხაბადში ეს ივანიშვილის პრემიერმა რაც განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტი და ამ დაგვარესენე პირდაპირ კონსტიტუციას, ქართული ერის არჩევას, მათ შორის კონსტიტუციური სამართლებრივ პირდაპირ ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ თვითონ ოცნება მიიღო კონსტიტუციაში პირდაპირ 78 მოხლი უცნების დროს არის ეს დარეგისტრირებული, რომელიც თანახმადას ანგლო-საქსონურ სამყაროსთან, ატლანტურ სამყაროსთან უბრალოდ არის პირდაპირი კავშირი და მისი გაღრმავების აუცილებლობა. თუ
Plus სხვა იდეა გაგაჩნია ეს რეფერენდუმებით, პლებისციტით და ამ დაგვარი ეროვნული თანხმობის საფუძველზე ხდება ესეთი ცვლილებები. ან არჩევნების წინ გამოდის ბლოკი და ლაპარაკობს ეს ცვლილებას ექვემდებარება როგორც ასეთი. ესეთი მსგავსი რაღაც არ ჩატარებულა არანაირი დისკუსია და ისევ დე-ფაქტო და ხელების გადაგრეხვით უნდა რაღაცას მიაღწიონ. წინასწარმეუნები აქ არაფერი არ გამოვა, ეს წყლის ნაყვაა და მხოლოდ დროს თუ მოიგებენ ასე ბიუჯეტის მორიგ დასაძიძვნან და გასაძარცვად მეტი არაფერი. ამიტომ თავი დაანებონ ესეთ იმას, ბოლო რჩევი ეს იქნება რჩევაც არა მარტო ჩემი, არამედ საზოგადოების და ეს ღია და გამჭირვალედ უნდა გაკეთდეს ესეთი თემები. ახლა ჩვენი პრობლემები კიდე დაუსრულებელია, ახლა წლის ბოლოსკენ მივდივართ, მომიტევეთ რომ ეს მძიმე თემებზე ვლაპარაკობ ბოლოსკენ, მაგრამ ვალდებულები ვართ რომ გავაცნობიეროთ პრობლემები, როგორც ასეთი, რა, ისე ახლა თვითონ საზოგადოების წინაშე რა პრობლემებია, ამდენი პოლიტპატიმარი, ამდენი დაჭერები, დასახიჩრებული ადამიანი არაფერს გულისხმის, მაშინ როდესაც ჭეშმარიტი ერთობა ძალიან მარტივია, როგორც ასეთი და მიღწევადია. ამ ხელისუფლებამ ესეც კი ვერ შეინარჩუნა ერი რომ შეკრული იყო ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდა გუნდი და გამთლიანებული იყო და ეს ერთიანობაც კი ვერ აიტანა ხელისუფლებამ და შეგნებულად დაშალა როგორც ასეთი. კარგად გახსოვთ ეს დღეები. ახლა უკვე ძალიან აჭირს, როდესაც ესეთი დაპირისპირება და პოლარიზაცია, თუმცა ეროვნულ თანხმობას ფუნდამენტალურ ფასეულობებზე არანაირი ალტერნატივა არ აქვს და ამიტომ ეს ამ საკითხის მოუგვარებლობის გარეშე ქვეყანა ვერასოდეს ვერ შედგება. მინდა ყველა მიცო, ვინც არ უნდა ხელისუფლება ილია ჭავჭავაძეც რო გააცოცხლო წერეთელი და ძმან ნემესნი და ნიკო ნიკოლაძე, ისინიც ვერ შეძლებენ ესეთ ვითარებაში. თანხმობა ამ შემთხვევაში არის ქვითკირი და საფუძველი ყველაფერს. ახლა კიდე ის რაც არაბიზაციები ხდება, ეს რაც ახლა ყოველდღიური რაღაც სოციალური გენოციდის ცდილობები ხდება, ეს სხვა არაფერია თუ არა ქართული ეთნოსის და მისი ძირძველი მოსახლეობის განდევნა და სხვა იმით ჩანაცვლება, სხვა ეთნოსით უცხო გაურკვეველი აბსოლუტურად და ამ ჩანაცვლებას და იმას ბიზნეს პროექტად რო აცხადებენ და ეს გაუმჭირვალე რო არის აბსოლუტურად დახშული და არანაირ სპეციალისტებს, არანაირ სხვადასხვა სფეროს წარმოადგენელს ამას რო არ ახედებენ, ამაში და არანაირ გამჭირვალეობის ნასახიც რო არ არის. და მიწის გაყიდვები, როგორც ასეთი, ერთი ძალიან მავნე ის დაშემდა ამ ხელისუფლებას, რომელმაც წინა ხელისუფლებამაც უანდერძა შეიძლება ითქვას, მარტო ამ ხელისუფლების დამსახურებაც არ არის ეს, თუმცა ამათმა მასშტაბებში ბევრად გადააჭარბეს, მიწის გაყიდვა, როდესაც რაღაც განსაკუთრებული სტატუსი აქვს მიწის მონაკვეთს და ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიას, ამ სტატუსს ჩამოაცლიან, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ჩამოაცლიან, მიწის განსაკუთრებულ სტატუსს ჩამოაცლიან და შედგომ ყიდიან გადა. ესეც არის ანტიკონსტიტუციური ქმედება აბსოლუტურად, რომელიც ექვემდებარება აუცილებლად გადახედვას და ეს ხელისუფლება თუ პოლიტიკური ძალები თუ ბლოკები, რომლებიც მომავალში მოსვლას აპირებენ ხელისუფლებაში ან ალტერნატიულ სქემას და მოდელებს ქმნიან, ხიად უნდა უთხრან საზოგადოებას აი ამ საკითხთან რა მისცემი აქვთ, რა დამოკიდებულება, იზიარებენ თუ არა ამ დანაშაულებრივ იმას, გადახედვას ეს ექვემდებარება თუ არა, თუ ექვემდებარა არა, რა წესით ექვემდებარება და შემდგომ დამნაშავე რა წესით უნდა დაისაჯოს და ეს გარკვეულწილად ძალიან ესეთი საკითხია, რომელიც კიდევ ვიმეორებ შეთანხმებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენგან ძალიან მოკლე ხანში არაფერი არ დარჩება და ეროვნულ უმცირესობაზე ძალიან მოკლე ხანში აღმოჩნდებით. ამას თუ დაემატება ისინი რაც ახლა მშენებლობაში რაც ხდება, აბსოლუტური კატასტროფა, აბსოლუტური ეს урბანიზაციის რაღაც მახინჯი ფორმება. წაჩადეთ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში და თუ ნახავთ ესეთი урბანიზაცია, ესეთი ტემპები, ესეთი გემოვნების და ყოველგვარი გონიერებას მოკლებული სადმე თუ ხდება, ასად არ ხდება. ვერავინ ერთ ქალაქსაც ვერ დამესახელებთ ევროპაში. ამიტომ ეს ნებართვის მოქალაქეობის საკითხი
არის ძალიან გამჭვირვალედ უნდა იყოს რა შემთხვევაში იძლევი მოქალაქეობას რა 5 წლის შემდეგ თუ მიიღეს ეს მოქალაქეობას და ის თუ ხელისუფლებით ინსპირირებული იქნება ეს ყველაფერი და ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას ახლა ეს თუ ძირძველი მოსახლეობის განადგურების ხარჯზე ხდება ესეთი საქართველოს ვის რაში ჭირდება და იგივე კითხეთ ერთი თქვენ შვილებს და შვილიშვილებს ჭირდება ესეთი საქართველოს არ ამგონია ამიტომ ეგ საკითხი ლუსტრაციის აუცილებლად უნდა დაიდოს უმოკლეს ხანში და ოპოზიცია და ეს აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ვადამდელი და გარდამავალი არჩევნები იქნება თუ არა ლუსტრაციის კანონი როგორ წარმოუდგენია ვინ უნდა მოახდენოს ეს ყველაფერი თორე ახლა პირდაპირ ღია გამჭვირვალე ესენი ჯაშუშური ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ხო სადაც არაფერი ქართულს ადგილი არ აქვს არაფერი არ არის დარჩენილი დანარჩენი ყველაფერი ბლეფზე არის აგებული და ბლეფი კიდე არაფრის მომტანი ასე თქვა არ არის რა. აი ძირითადად აი საკითხები არის ჩვენ წინაშე მე მინდა მაინც რომ აი პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები ჩვენი შვილები ასე უმაწყოლო დამწყდეულები არიან და საერთოდ აბსოლუტურად გაურკვეველია რისთვის არიან. გასაგებია რომ ხელის და სავაჭროდ უნდათ მათ, მაგრამ ეს რაც ლუკაშენკომ გააკეთა ბელორუსიაში ამერიკელები ივანიშვილს ამ ვაჭრობაში არ დათანხმდებიან. ეს ხაზზე ცხადია და მე მგონი თქვენ თვითონაც დარწმუნდებით ძალიან მოკლე ხანში. იქ სხვა პირობები იყო სავაჭრო და აქ არის სხვა ვითარება. ახლა მათ აქ რო დათმონეს იმას ნიშნავს რომ ლუკაშენკო გარკვეულწილად შემოიყვანონ და მთელი კავკასია ჩააკიდინონ და აბრეშუმის გზა რომელიც საქართველოზე გადის როგორც ასეთი გეოგრაფიულად და გეოპოლიტიკურად ეს გაადაბაროს ამათმა კიდე რუსეთთან ცალკე ივაჭრონ და ამაზე დათანხმდნენ. ანუ აქ აზერბაიჯანული, უკრაინული და თურქმენული მომენტები დღევანდელ ხელისუფლებას უნდა რომ დასავლეთ ამაზე წამოიყოლიოს, დაიყოლიოს და აიძულოს. სხვა შემთხვევაში ამას გამართლება არ აქვს. აი ეს არის მათი ამოცანა და ეს თითქმის გამორიცხულია ეს ყველაფერი, მე ამაში დარწმუნებული ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ რა მომავალი ვაქვს, არ ვიცით. იქ ასევე უნდა გამოიკვეთოს ეს ევრაზიული კავშირი, რომელსაც პუტინი და ესენი აკეთებდნენ აქამდე ყოველ შემთხვევაში რა კონფიგურაციას მიიღებს. გასაგებია რომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე სომხეთის ხელისუფლების წაგებული კიდევ დამარცხებული სომხეთის ადგილის დაჭერა უნდა ანუ წაგებული სომხეთი გამოვიდა რატომ? იმიტომ რომ ყარაბაღში რუსებმა და ბელორუსებმა და ობეკას წევრებმა მიატოვეს და აზერბაიჯანს ფაქტიურად გაამარჯვებინეს. და სწორედ მისი ადგილის დაკავება უნდა დღევანდელ ხელისუფლებას. და აზერბაიჯანმა, თურქეთმა და სომხეთმა შექმნას უკვე თავისებური მყარი კავშირი, თავის ზანგი ენერგეტიკული დერეფნით და ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელად და ასე შემდეგ. ასეთ პირობებში როგორ წარმოგიდგენია ჩვენ საქართველოს როგორ უნდა იარსებოს? ეს ხო გამორიცხულია აბსოლუტურად. ეს დამთავრდება დიდი კატასტროფით სხვათა შორის და მე თქვენ გირჩევთ რომ ხელისუფლებას მიმართა რომ მაოხრებელი გზირის ფუნქციას ნუაიღებთ. მაოხრებელი გზირი გახსოვთ ორბელიანის ემილი და კაცი რომ მოკვდა და სიკვდილის შემდეგ უარესი რაღაცა რო დაემართა იქაურობას, ეგეთი რა თქვენ არ იქნებით და ქვეყანას დიდი შეექმნება. ღმერთმა არქნას ასე რო იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ლოგიკით ესე იქნება. ამიტომ გონს მოვიდეთ და პრობლემა შევხადოთ უნივერსალური ქართული მოდელის ასე თქვა თვალსაზრისით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც ეს დასასრულისკენ მივდივართ ეს მოწამვლის ფაქტები და მთელი სამყარო და დიდი ბრიტანეთის სადაზვერო იმის შეფი ქალბატონი მეტრეველი გვარად რომელიც ღია დაცხადებს რომ ჩვენ ვერ შევეგუებით ესეთ დამოკიდებულებას და რუსეთის ექსპანსიას როგორც უკრაინაში ისე ახლო მდებარე რეგიონში იგულისხმება საქართველოს იმიერ და ამიერ კავკასია. ამიტომ დიდი ბრიტანეთი და ეს კავშირი როგორც სადაც უკვე გერმანია და ბერლინში სერიოზული ისინი გაიმართა ამერიკელების, ფრანგების თანდასწრებით
რომელიც ახალი სიტყვა არის სრული თანადგომა უკრაინა და კიდევ მეორე დაშვებული შესაბამისი გამოსწორება, რომელიც 30 წელიწადზე მეტია მათ აქვს. იმედია რომ ახლა ეს კავშირი მყარი და საბოლოო და ესეთი იქნება ფსევდოდიპლომატიას ასე თქვა მოკლებული და ქვეყნები იმ საზღვრებში იქნებია, რაც მანამდე იქნა ხელმოწერილი რა. და ეს თვითონ ეს მომენტი, მოწამვლის მომენტი და ეს ისა, ახლა მე ამათ ურჩევდი ითანამშრომლონ გარკვეულწილად იმ საზოგადოებასთან, რომელმაც ეს ფაქტები წამოწია. მით უმეტეს, როდესაც შენ შეერთებული ხარ ქიმიური იმის გავრცელებლობის, ასე ვთქვათ, კონცეფციას და შეთანხმებაზე ხელი გაქვს მოწერილი და შეთანხმებაზე ხელი თუ გაქვს მოწერილი, მისი ექსპერტები უნდა მოიწვიო და მასთან უნდა ითანამშრომლო, როგორც ასეთი და სუსეს მიერ დადებული რაღაც 5 დღიანი გამოკვლევა ღიმილის მეც არაფერს არ იწევს, ამისი არავის არ ჯერას თუნდაც იმიტომ რომ ეს დასახიჩრებული ადამიანები, რომლებიც ჩვენ ნახეთ ამ ხნის საპროტესტო მუხტის შედეგად, არც ერთი მათგანი ხელისუფლებიდან არ დაჟილა, არც ერთი არა და ძალიან მკაფიოდ არის ტელევიზიაში ეს წარმოდგენილი. ამიტომ ყველაფერი როგორც იტყვიან ძალა აღმარცხნავსო რა და მოუწევთ ამ დონეზე თანამშრომლობა. პირდაპირ გეტყვით ზე გაცილებით დიდები იყვნენ, შეუდარებლად დიდები იყვნენ. მილოშევიჩიც, რომელიც იყო სერბეთის პრეზიდენტი, ასევე კარაჯიჩი, მისი სამხედრო მინისტრი და ბოსნიის პრეზიდენტი კარაჯიჩი და მლატკო მლადიჩი ხო იმის თავდაცვის მინისტრი იყო და რომლებიც მარჩა მილოშევიჩი ერთი წლით ადრე პრემიაზე იყო ნობელის წარდგენილი დეიტონის ხელშეკრულებაზე, მშვიდობიან იმაზე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა და ის ჰააგაში აღმოჩნდა. ისევე ჰააგაში აღმოჩნდა მლატკო მლადიჩის და კარაჯიჩის, რომელიც სხვათა შორის ჩააბარა საკუთარმა სერბულმა მოსახლეობამ გადასცა ჰააგაეროს წარმომადგენლობას რა, მართსაჯულებას. აი ესეთი ბედი გელოდება თუ ასე გააგრძელებთ იმას და არც ის დაგავიწყეთ ზურფასო მეგობრებო, რომ როდესაც რუსებმა და ჩინეთმა ღიად დაუჭირა მხარე სერბებს, ასე თქო, თავის რაღაც საოკუპაციო პოლიტიკაში, ჩინეთის საელჩო დაიბომბა და იქ მსხვერპლი იყო ორი კაცი პირდაპირ ბომბები შეუგდეს, ასე ვთქვათ, ნატოს წარმომადგენლებმა მათ. მე არ მინდა მსგავსი რაღაც თქვენ გადაგხდეთ, თუმცა ყველაფერი ამისკენ მიყავთ საუბედუროდ, არც ისტორია ეცეთ, არც საკუთარი, არც უახლოესი, არც ხვების და მე მინდა ჩემ ქვეყანას ეს ავაცილო თავიდან რა, თუ ეს შესაძლებელია, რომ შტაგონება და ზემოქმედება მოახდინო. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია. ქართულ ხალხს მინდა საუკეთესო წარმატებები, ასევე განსხვავებული ადამიანების შვილები და შვილიშვილები მინდა დაცული იქნენ, აბსოლუტურად ჩვენ ერთ სამყაროში მოგვიწევს ცხოვრება და ამიტომ რაც უფრო ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ, როგორც ასეთი მით უფრო ეს თანხმობაც ესეთი იქნება და პოლარიზაციასაც გამოვრიცხავთ და ასე შემდეგ. ოღონდ ეს უნდა იყოს სამართლის იდეალების და ეს უნდა იყოს ერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მიერ გაკვალულ გზაზე და ზვიად გამსახურდიას სიტყვები დავამთავრებ რა, აი საახალწლო ის არის გარემონა. საქართველოს არის იესო ნაზაროლის მსგავსი წარმონაქმნი, რომელიც ეწამა ჯვარზე გააკრეს, მაგრამ აღდგა შემდგომ და სამარადზამო ცხოვრებაში დამკვიდრდა. მე მინდა იმედი გამოთქვა, რომ ჩვენ თავში თითოეულ ჩვენთაგანი ამ ძალებს ვიპოვეთ ჩვენ. მოყვას სიყვარული ადგება, იდეალების სიყვარული ადგება. ამას ეკლესია უნდა აკეთდეს ადმინისტრაციული, მაგრამ სამწუხაროდ იქ ძალიან უზარმაზარი პრობლემებია. ამიტომ თითოეულ მათგანს უსურვოთ, ეს განაახლონ ეს სულიერი ფასეულებები, გადავდგათ ერთმანეთის ნაბიჯები, გადავდგათ ერთმანეთთან და ამის შემდგომ საქმეებას დაესადგურებს, სულიერებას დაესადგურებს და ჩვენ გვექნება ეს მომავალი, რომელსაც ასე მივივალთვით და რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. იმედია, რომ სწორ ნაბიჯებს გადავდგათ და როგორც ამერიკელი პოეტი და მოაზროვნე ემერსონი ამბობს,
ერი მარადიული ცნება, მარადიულია თუ საბედისწერო შეცნობა არ დაუშვა და თავი არ გაანადგურა. იმედია რომ ესე შეცნობას არ დაუშვებთ და ერთმანეთთან გადავდგათ შემხვედრ ნაბიჯებს. კარგად ზამდებოდეთ, გმავლობთ.